შემოგვერდა საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია კონსერვატორების თავმჯდომარე გიგა ბუკია. დიდი მადლობა ბატონო გიგა, რომ იღებ ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობას. ცოტა სამუშაო დღეა და ესეთი დრო, ამიტომ კარგია რომ და მადლობას გიხდით რომ გამონახეთ დრო. ბატონო გიგა, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა NDI-ის კვლევები, სადაც არც თუ ისე სახარბიელო შედეგები და პროცენტები დაიდო ქართული ოცნებისათვის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას 15% ქართული ოცნება, 13% ნაციონალური მოძრაობა. ასევე GHN-მა გამოაქვეყნა, როგორც GHN-მა განაცხადა, ქართული ოცნების შიდა კვლევა, სადაც 33% ქონდა ქართულ ოცნებას და 30%, ნუ სადღაც 3%-იანი სხვაობით ნაციონალურ მოძრაობას. თქვენმა გუნდის წევრებმა გააკეთეს განცხადებები, რომ NDI-ის კვლევის არ სჯერათ. თქვენ რას იტყვით? რა არგუმენტი გაქვთ იმისათვის, რომ არ გჯერათ NDI-ის კვლევის, ან რატომ არ გჯერათ? ასევე იყო მაჟორიტარ დეპუტატებზე ძალიან დიდი რაოდენობა საზოგადოების თავისი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს, შეესაბამება თუ არა, თქვენ როგორ თვლით, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და კიდევ ერთი ნიუანსი, მეხუთე ადგილზე გადაიწია საქართველოს ტერიტორიულმა მთლიანობამ, იყო პირველი უმუშევრობა, სოციალური დონე, ანუ სხვა პრობლემები უფრო აწუხებს ადამიანებს. რატომ მოხდა, რომ ძირითადად მეორე მესამე ადგილზე იყო ხოლმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დღეს უკვე მეხუთე ადგილზე გვაქვს. რატომ მოხდა სიტუაციის ამგვარი შემოbrunება? მოგესალმებით ამთა, მივესალმები ტელემაყურებელს. პირველ რიგში ვინმეს, რამეს, ინფორმაციას როცა ღებულობ ადამიანი, ინტერესები ვის გამოდის ინფორმაცია და წარსულში მის მიერ მიმოწოდებული ინფორმაცია რამდენად სანდო იყო. ხო, ბუნებრივია, თუნდაც ჩვენ ნაცნობებში ზოგს ვენდობით, ზოგს არ ვენდობით, ვინაიდან მათი წარსული არის ამოსავალი წერტილი, ერთ-ერთი მთავარი და ჩვენ კონსერვატორებს განსაკუთრებით NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით ბევრი რამე გვახსოვს და მახსოვდება ისეთი საკითხია, მხოლოდ მახსოვდება კი არა, ეს არის ოფიციალურად დოკუმენტალურად დადებული ფაქტები. 2010 წელს ჩვენ მონაწილეობდით ოპოზიციიდან არჩევნებში, თვითმმართველობის არჩევნებში და NDI-ის კვლევამ ზვიად ძიძიგური იყო თბილისის ქალაქის მერობის კანდიდატი, კონსერვატორები მონაწილეობდით თვითმმართველობაში, მთლიანობაში. 0.7% მათი კვლევების მიხედვით უნდა მიგვეღო მაქსიმალური ზღვარი, ეს იყო რაც გაიმეტა NDI-ის თვითონ ორგანიზაციის მიერ შეკვეთილმა, ვისაც შეუკვეთა ეს კვლევა. ჩვენ თვითონ ორგანიზაციის მიმართ არ აგვაქვს პრეტენზია, ვინაიდან NDI თვითონ თავისი არსით ბევრ რამეს აკეთებდა და აკეთებს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის და განვითარების მიმართულებით, მაგრამ სანდო არ არის ის ორგანიზაცია, ვისაც კვლევებს უკვეთავს და დაგვიწერა 0.7%. შედეგად სინამდვილეში ჩვენ არჩევნებით მივიღეთ თბილისში 12% და მთელი ქვეყნის მასშტაბით 10%-მდე შედეგი მივიღეთ. ეს არის ერთ-ერთი ის წარსული მაგალითი და რომელიც ჩვენ პირადად მარტო კონსერვატორებს გვახსოვს. ასევე გვახსოვს 2012 წლის არჩევნების 13 წლის არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც იყო მითითებული, რომ ნაციონალურ მოძრაობას 60%-იანი და უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. შედეგი უკვე, რომელიც ოფიციალურად გამოიხატა მოსახლეობის ნება, იყო აბსოლუტურად განსხვავებული და ბევრი ასეთი მაგალითი შემიძლია ჩამოგითვალოთ და წარსულს თავი დავანებოთ. ახლა, როდესაც ობიექტურობაზეა საუბარი, ალბათ თქვენ ყველაზე ერთ-ერთი კაი შემფასებელი იქნებით, როდესაც თვითონ დღევანდელ კვლევაში NDI-ის კვლევით უჩვენებს, რომ თურმე ჩვენ მოსახლეობაში აქვს ის განწყობა, რომ 2012 წლის მერე გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არაფერი არ შეცვლილა. თურმე ადამიანები ისე საინფორმაციო მდგომარეობაში და ისეთია მედია თავისუფლება, როგორც იყო 2012 წლამდე და ახლა, როდესაც ამაზეა საუბარი,
ნება და ავიტოვებ უფლებას რომ არ ვიყო ნდობით აღჭურვილი ამ კვლევის მიმართ და ყველაზე მთავარი იცით რა არის როდესაც კითხვა ისმევა მაშინ თქვენ არ ეთანხმებით იმას რომ პრობლემაა ეკონომიკაში ზოგადად და არა მარტო კითხვის ფორმულებაში იცით რა არის ყველაზე ცუდი თამთა არის როდესაც ადამიანები ჯგუფი ორგანიზაცია ის კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციები არ არიან ან პროფესიონალები ან მიზანმიმართულად სიმართლეში ურევენ სიცრუეს და როცა ადამიანმა იცის რომ დოლარის და ლარის კურსის ამ ცვლილებამ მათ მდგომარეობაზე იმოქმედა არადამაკმაყოფილებელად და ცუდად ამ დროს სხვა ინფორმაცია რომელიც ამავე კონტექსტშია მოწოდებული ფიქრობს რომ შეიძლება ესეც სიმართლეა ერთი ხო სიმართლეა მაგრამ მეორე ტყუილი და ეს არის ძალიან ცუდი ვინაიდან ჩვენ მოსახლეობას ყველა უნდა ვეცადოთ რომ არ მივაწოდოთ ობიექტური და სამართლიანი ინფორმაცია ან თავი შევიკავოთ სიცოცხლის პირადების და იგივე აი რაიც არის ძალიან წარმატებული საერთაშორისო ორგანიზაციები ხო და მათ კვლევებსაც დიდი ღირებულება აქვთ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებში გარკვეულწილად იქმნება ხო პოლიტიკური ველი ამ კვლევებით აი იგივე ნინო ბურჯანაძე ამბობდა რომ ეს არის ზუსტად ეს კვლევები ამ კვლევების შედეგები წინაპირობა იმისა რომ შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ იგივე მაიდნის სცენარის გათამაშება ირმა ინაშვილი ამბობს რომ საზოგადოებაზე მიდის მასობრივი შეტევა ზუსტად ამ კვლევების შედეგით ეთანხმებით თუ არა ამას იგივე თქვენ როდესაც ქართული ოცნება იღებთ არჩევნებში მონაწილეობას 2016 წელია საარჩევნო პროცესი გარკვეულწილად მოქმედებს თუ არა ამ კვლევების შედეგები საზოგადოებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზეც, ამერიკაზეც და ევროპაზეც. რა თქმა უნდა, ეს გათვლილია იმასე, რომ ნაციონალურ მოძრაობას წარმოაჩენს და მოსახლეობაში შექმნას სხვა განწყობა, რომელიც რეალობასთან ახლოს არ არის. მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს მოსახლეობამ და მოქალაქეებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არიან ბევრად უფრო ჩახედული და უფრო გონებით ღებულობენ გადაწყვეტილებას, ვიდრე სხვისი კარნახი და ეს გვიჩვენა ყველაზე კარგად 2012 წელმა. ბევრი ეცადა სხვადასხვა ორგანიზაცია თვითონ ნაციონალური მოძრაობა რომ რეალობა სასურველი წარმოეჩინა რეალობად, მაგრამ მოსახლეობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. იგივე გამოჩნდა შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება 16 წლის არჩევნები, ის არჩევნები სადაც ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილს დაიკავებს. მტკიცებით ფორმაში საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას დაასრულებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ რაც უნდა ვისაუბროთ, გადაწყვეტილებას ღირებულობს საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. ახლა ვინ ბაქიბუქობს, ვინ საქმის გამკეთებელია, ეს ვინ და ყველამ კარგად იცის. ახლა მე არ ვცდილობ ამ შემთხვევაში ვიყო რაღაც სუბიექტური, მე მინდა დავინახო რეალობა და რეალობა რაც მე თქვი რომ გასული კვლევები და შედეგები ერთმანეთის თანხმდაში არ არის, მაშინ დობა არ მექნება. თუმცა თქვენ ჩემს სიტყვას ან ენდობით ან არ ენდობით, იქიდან გამომდინარე, რასაც მე ვსაუბრობ, არის თუ არა შემდეგში ან დადასტურებული ან არა. აი ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და არ ამგონია ამ თემას უფრო მეტი, ასე თქვა, ჩაღრმავება ჭირდებოდეს, ჩემი აზრით, ყველაფერი იქნება და მიდის იქითკენ, რომ ქვეყანაში, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური მდგომარეობა, ბევრად უფრო ჯანსაღი და უფრო ოპტიმისტური იქნება. თუმცა საზოგადოება იგივე თქვენ ამბობთ, რომ თქვა არ გჯერათ ამ კვლევის და ბევრი ადამიანია საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ჩაატარა ძალიან დიდი მასშტაბური კვლევა, სადღაც 29000-მდე ადამიანი გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით ზუსტად ამ კითხვით ენდობით თუ არა აირაის და ენდიაის 77% პასუხობს რომ არ ენდობიან 23% ამბობს რომ საერთოდ არ იცის რა საკეთებს ენდიაი და აირაი საქართველოში 3%-ია რომელიც ენდობა და 4%-ია რომელიც ვთქვათ საერთოდ არ სურს ამ თემაზე საუბარი, თუმცა ბატონო გიგა, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ აი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თქვათ, იგივე თავისუფალი გარემო შეიქმნა, ხალხს აღარ ეშინია საზოგადოებას, აღარ ეშინია, მაგრამ ისინი სხვადასხვა გამოკითხვებშიც, იგივე სატელევიზიო გამოკითხვებშიც თუ პირად საუბრებშიც
ეკონომიკურ მდგომარეობას არ ამბობენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, პირიქით, მათთვის გაუარესებულია ეს ეკონომიკური მდგომარეობა. გასაგებია, რომ ჩვენ საუბრობთ ლარის გაუფასურებაზე, იმიტომ რომ საგარეო ფაქტორებმა შეგვიშალა ვთქვათ ხელი, როგორც ხელისუფლება ამბობს, იქ უკრაინა იქნება, რუსეთი თუ საბერძნეთის კრიზისი, ამ ყველაფერმა, მაგრამ საზოგადოებამდე უფრო არ მიდის ეს ყველაფერი და ისინი ამბობენ, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ამას რა უყოთ? თამთა მე იმას ვამბობ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ზოგადი მაჩვენებლებით ქვეყანაში რეგიონში არის პირველ ადგილზე, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ რეგიონში სხვა ქვეყნები მიდიან უარყოფითი მაჩვენებლით. მინუსისკენ არის აზერბაიჯანში, სასონხეთში, რუსეთში, უკრაინაში. ეს ყველაფერი ჩვენი მეზობელი სავაჭრო ქვეყნები არიან, ვისთანაც ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა და ბუნებრივად გამოდის, როდესაც ამ მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისი ზოგადად და მე თან წამოღებული მაქვს მსოფლიო აგერ წამოღებული მაქვს კრისტინ ლაგარდი გლობალური ეკონომიკა კვლავ რისკის ქვეშაა. ეს არის სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ სოფლიოში მიდის კრიზისი, რომელიც ძალიან გაგრძელდა და ეს სამწუხარო ტენდენცია შემცირდა სოფლიო ვაჭრობის და გაიზარდა სოფლიო ფინანსური სტაბილურობის რისკი, ეკონომიკური რისკებს ემატება სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები, ტერაქტები, ეპიდემიები, ტოლთა რაოდენობა. ეს არის სოფლიოში. და ჩვენ ცალკე აღებული საქართველოში, აგერ ამაქვს შემიძლია დაგიტოვოთ, ცალკე აღებული საქართველოში ბუნებრივია ვერ ვიქნებით რაღაც ოაზისში, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ერთი წამით დაუშვით და კითხეთ იმ მოსახლეობას, რომელსაც თქვათ აწუხებს ეს პრობლემა, ყოფილი ხელისუფლება რო დარჩენილიყო, რა მდგომარეობაში იქნებოდა დღევანდელი საქართველო თუ ერთი წამით წარმოუდგენიათ დაუშვიათ იმ დროს, როდესაც უკრაინსა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა და ამ პროცესებში და მე მინდა გითხრათ, მოდი მეორე გითხრათ, ადამიანებს, როდესაც ამას ვეკითხებით, მან იგრძნო თუ არა ჯანმრთელობის მხრივ სახელმწიფოს ბრუნვა, ჯანდაცვის სისტემაზე ვსაუბრობ. მიიღო თუ არა მან უფასო მშობიარობის მომსახურება, უფასო წიგნები, უფასო ბაღში დაყავს თუ არა შვილი, უფასოდ უხნავენ და უთესავენ თუ არა სოფლის მეურნეობაში, რომელიც არის დასაქმებული. ეს ყველა სიკეთე სოციალური შემწეობები, ახლა თქვენ თუ მეტყვით, რომ ეს არაა საკმაოდ 100%-ით გაიზარდა. რა თქმა უნდა 60 ლარი ახლა 30 იყო და 60 გახდა მესმის რომ ეს არ არის საკმარისი პენსია არ არის საკმარისი 100 ლარი იყო და ივლისიდან 180 ლარი იქნება 80 ლარით გაიზარდა და თქვენ თუ მეტყვით რომ დოლარი და ლარის კურსმა დიდი ცვალება არა ფასების და ოფიციალურად არის ინფლაცია არის 4%. მხოლოდ და მხოლოდ ინფლაცია არის 4%, ვინაიდან ფასების ამ დოლარის და ლარის დევალვაციამ საერთოდ ზოგადად ფასების გარკვეულწილად დასტაბილურობა მაგ გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ყველა ამ თემასთან დაკავშირებით არიან თუ არა მეწარმეები თავისუფლები. მათ აქვს თუ არა საშუალება აწარმოონ და იყვნენ მშვიდად. ახლა პარლამენტში კანონ პროექტია ინიცირებული პირველი მოსმენით მოვიღეთ, აი როდესაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე ვლაპარაკობ და 100,000 ადამიანს. ეს არის ახლა რასაც ვღებულობ, თორე ადრე რაც მივიღეთ, იმას რო ჩავთვალოთ. ლიბერალიზაციაზე გადავალ. 2 მილიარდი ლარის სახელმწიფომ ჯარიმები და საურავები და ამავე დროს მათ მიერ გადასახდელი 2011 წლამდე დავალიანებები რაც ჰქონდათ მთლიანად გაუქმა და 2013 წლამდე საურავი რაც იყო სრულიად უუქმებს, ეს ეხება 70,000 ადამიანს მილიარდ 400 მილიონის თანხაზეა საუბარი და 30,000 ადამიანზე არის 600 მილიონ ლარზე საუბარი. ჯამში 2 მილიარდ ლარს პატიობს საქართველოს მოსახლეობას. ამის გარდა ჯანდაცვის სისტემაში, როდესაც საუბრობთ, პირდაპირ ბმაშია ამ საყოველთაო დასვენამ გამოიწვია, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში არის უფასო და იცით რა ჯდება ერთი ადამიანის მკურნალობა ამერიკაში $80,000 უნდა გადაიხადო, რომ C ჰეპატიტიდან განიკურნო იმ წამლებით, რითაც საქართველოში უფასოდ მკურნალობენ და 200,000 ადამიანია ამ ქვეყანაში, ვისაც C ჰეპატიტი აქვს. შეყრილი და ეს არის
განუკურნებელი. კარგი საქმეა ბატონო გიგა, ამაზე არავინ არ დავობს. როდესაც ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, დღეს ადამიანებს 20,000 ადამიანს ჰეპატიტით ვინც ძიმედ არის ყველა დაყოფილი, ყველა მიიღებს მკურნალობას. 200,000 ადამიანი და თითო ადამიანი მიიღებს $80,000 მკურნალობას. რაზეა საუბარი, რა მასშტაბებზეა საუბარი? ქვეყანაში შემოდის 2 მილიარდის ჰეპატიტის სამკურნალო წამალი ყოველწლიურად. 2 მილიარდის წამალი შემოდის, რომელიც უფასოდ ურიგდება და ესა მკურნალობენ საქართველოს მოქალაქეებს. და ჩვენ ამაზე როცა ვსაუბრობთ, რა არის, იცი რა მინდა რომ ჩვენ ვინმეს კი არ ვამადლეთ ამას. ეს არის ბედნიერება, ჩემი ბევრი ნაცნობი სამწუხაროდ ამოტყოფობით იყო, ბერმა ვისაც რამე საშუალება ჰქონდა სახლი თუ ბიზნესი გაყიდა, წავიდა უცხოეთში რომ ემკურნალა და ახლა რომ გებულობენ რომ საქართველოში ამაზე უფასო მკურნალობა აი გაოცებისგან ყავთ ჩამოვარდნილი მსოფლიოში არსად არ ხდება არც ერთ ქვეყანაში და ჩვენ ვართ გამონაკლისი ამის გარდა მე არაფერს ვამბობ თვითონ ბიზნესის მიმართულებიდან კი იცით რა ხდება მოგების გადასახადისგან თავისუფლდება ბიზნესი რომელიც თავის ინვესტიციას საქართველოში დააბანდებს აი მაგალითისთვის გეტყვით მოგება გაქვს 100 მილიონი დიდი წარმოებაა ხო და სახში თუ წაიღებ 20 მილიონი უნდა გადაიხადო ბიუჯეტში და სახელმწიფო გეუბნება 20 მილიონს არ გადაგახდევიებ ეს 100 მილიონი ჩადევი საქართველოს ეკონომიკაში შექმენი ბიზნესი აწარმოე და საქმე მოსახლეობა და ჩვენ სტიმულს ვაჩენთ ამით რომ მოსახლეობაში ბიზნესში გახდეს ასეთი თავისუფალი სუნთქვის საშუალება უფრო მეც გეტყვით 2012 წლამდე თავისუფალი ვაჭრობი ჰქონდა მხოლოდ თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან რუსეთთან არ ჰქონდა და თურქეთთანაც ისე თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები იყო გაფორმებული, სადაც საქართველოს ინტერესი ფაქტურად არ იყო გათვალისწინებული და ახლა არის გადახედვის ფორმატში. და ჩვენმა ხელისუფლებამ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რუსეთთან ეს ეკონომიკური ურთიერთობება დაალაგებულია და ჩინეთთან შემოდგომაზე ხელი მოეწერება და აბრეშუმის გზა, რომელიც ეს არის არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნელი ბუმი ადგილი და მე ამის თქმა მინდა რომ არა ობიექტური ადამიანი კითხვას თუ დაუსვმევ შეიძლება ისე გითხრას მაგრამ აი ამ თემებზე როცა ვსაუბრობ რომ შევაჯამოთ ბატონო გიგა თქვენ საუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე 4 წელი არის მცირე დრო იმისათვის რომ ყველა ძირითადი პრობლემა აღმოფხვრილიყო რატო 4 წელი მოდი 4 წელს საიდან ვითვლით დავთვალოთ ოქტომბრიდან ჯერ ოქტომბრის არ მოსულა ოქტომბრის არჩევნები შემდეგ 3 წელია რაც ხელისუფლებაშია ქართული ოცნება აქედან მთელი წელიწადზე მეტი მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და მე თვითმმართველობებში რა ხდებოდა ფაქტიურად გამოდის რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ჯერ ამ გადაჯგუფებას აი მოვლელ ეზოში რო შეხვიდე ბოსტანში მოვლელ ბოსტანში ის რო კეთილ მოაწყო და თქვა რაღაც იმად აქციო სადაც იქნება კეთილმოწყობილი ჯერ სარეველისგან უნდა გაწმიდო მე დაამუშაო მე დათესო და მე პროდუქტს გაძლევს ჩვენ ვართ იმ ეს 2 წელი დაჭირდა იმას რომ ეს სარეველა გაგვეწმინდა ეს უწესო წესები რომელიც იყო მარტო პარლამენტში იცით რამდენი ცვლილება შევიტანეთ პარტიებიდან დაწყებული მედიასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ანუ დრო არ გეყოთ არა დრო არ გეყო არ ვამბობ ჩვენ იმ დროში გავაკეთეთ ალბათ მაქსიმუმი შეიძლება რაღაცის უკეთესად შეიძლებოდა რაღაცის შეიძლება უფრო ნაკლებად მაგრამ თავარი არის ჩვენ ვიყოთ ობიექტურები და რას ვგულისხმობ როდესაც რაღაცას და ამ ვიღაცას ვედრებით უნდა შევადაროთ წარსულს უნდა ვთქვათ რა იყო 2 წლის წინ გინდა ეკონომიკაში, გინდა სოციალურ მიმართულებაში, გინდა იმაში კრიმინალურ მდგომარეობაში. საქართველოს შევიდა 6 მსოფლიოში უსაფრთხო ქვეყანათა შორის არის ჩამონათვალში. თუმცა აი ნაციონალური მოძრაობა ბატონო მსოფლიოში 6 საუკეთესო და უსაფრთხო ქვეყანაში 117 ქვეყნიდან. იცით ეს რას ნიშნავს? და მე მაქვს აგერ ჩამონათვალიც მაქვს და შემიძლია გითხრათ რა ქვეყნების წინ ჩვენ ვართ. ისეთ ქვეყნებზე უფრო ბევრად, აი მაგალითად უკრაინა არის 53 ადგილზე, თურქეთი არის 71 ადგილზე, რუსეთი 50-ე, აზერბაიჯანი
მე-7 ადგილზე, სომხეთი 93 ადგილზე და ჩვენ ვართ შვეიცარია შვედეთს შორის ხო ეს განვითარებული ევროპული ჩვენ არიან მე გეტყვით რა წინ სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, იაპონია და всё ჰონკონგი აი ეს 5 ქვეყანაა ჩვენ წინ დანარჩენი ევროპულ ქვეყნებზე ლონდონზე უფრო უსაფრთხოა საქართველო ეს არის გლობალური საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო უსაფრთხოების რუქაა დიდი და ეს არის ოფიციალური მონაცემები არ გეგონოთ რომ რაღაც ვინმეს არასანდო ორგანიზაციის ნაწილს ვამბობ და ამ დროს ნაციონალური მოძრაობა რა თქმა უნდა ამბობს რომ კრიმინალი გაიზარდა თქვენ გაქვთ აგერ შედარების საშუალება და ეს არ არის დახურული თემა იგივე თქვა ნაციონალურ მოძრაობას აი როდესაც თქვენ საუბრობთ რომ სარეველისგან უნდა გაიწმინდოს და შემდეგ უნდა დაიწყო რაღაც ახლის კეთება ნაციონალური მოძრაობა თქვენი პოლიტიკური ოპონენტები არიან პარლამენტში ამ შემთხვევაში ამბობენ რომ 8 მილიარდი დავტოვეთ ჩვენ ბიუჯეტში და ამიტომ უფრო ადვილი გაუხდებოდა იგივე სხვადასხვა პროექტებზე დახარჯვა ქართულ ოცნებას ვიდრე თქვა ჩვენ დროს იყო როდესაც რაღაც 300 მილიონზე თუ 800 მილიონზე იყო საუბარი არ ვაპირებ მათ სიტყვებზე კომენტარის გაკეთებას მარტო ბიზინა იმაშვილმა 3 მილიარდზე მეტი დახარჯა საკუთარი ფული ამ ქვეყანაში. არაფერს არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას. რა დატოვეს, ვის ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, ვაკეთოთ ის საქმე, რაც შეგვიძლია და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ერთმანეთთან ისეთ დამოკიდებულებაში, რომ სამართლიანები უნდა ვიყოთ. გაგიგიათ ხო განწყობის თეორიაზე. ხეს უძახე გახმიო და ადამიანები ჩვენ ყველანი ისეთი ვართ, რომ თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ძალიან ცუდად ავართ, სულ იმაში ოაზისში რო ვიყოთ, ვიტყვით რომ ცუდად ავართ, იმიტომ რომ ეს განწყობაა ასეთი და ჩვენ თუ დავიჯერებთ იმას, რომ წინ მივდივართ და ქვეყანა ვითარდება და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია პოზიცია ოპოზიციაზე არ არის საუბარი, ყველას ერთად. იმიტომ რომ დღეს ხელისუფლებაში ვარ, 23 წელი ოპოზიციაში ვიყავი. ჩემთვის ეს არ არის რამე პრობლემატური და მე არ მინდა რომ ვიღაცამ ისე გამიგოს, თითქოს ვამბობ რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თვითონ ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები და ამაში თქვენი როლი მედიის როლი არის ძალიან დიდი. აი პატრიარქის ქადაგებაზეც ხო მოусვენთ, არა ეს თქვენ იმას არ ეხება მედია გადაცემას, მაგრამ სულ ნეგატივზე შეიძლება საუბარი. ახლა სადღაც ვიღაცა სადღაც ჯუნგლებში კაცი შეჭამა და რატო უნდა იყოს ეს დილის ნიუსი და დილით გაგვიძებულზე თქვა და საუზმესო უმზადებს დედა შვილს რატო უნდა უსმენდეს რომ ვიღაცა ჯუნგლებმა ვიღაცა შეჭამა. არა მე აღვნიშნე ხო მე არ მისვია. არა მეც აღვნიშნე და არა როგორ შეიძლება ახლა შევადარო მაგრამ უბრალოდ საუბრობ რომ ყველანი უნდა ვიყოთ მეთქი და ახლა მარტო მედიასებზე თქვენ არ ახართ და ყველას მინდა მოუწოდოთ და მოსახლეობასაც მოусმინოთ ისეთებს რომლებიც აი სანდომიან ობიექტური და სიმართლე სადაც არის გასაგებია პოლიტიკურ სიტუაციაზე რომ გადავიდეთ რამდენიმე კვირის წინ ფორუმმა და რესპუბლიკელებმა დატოვეს კოალიციის შემადგენლობა და გადადიან უკვე სხვა რეჟიმში ისინი დამოუკიდებლად იღებენ როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია დამოუკიდებლად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას ასევე როგორც რესპუბლიკელებმა გააკეთეს განცხადებები კონკურენციის რეჟიმში იქნებიან ქართულ ოცნებასთან და ოპონირებასაც გაუწევენ გარკვეულ თემებზე თავის იდეოლოგიურ პარტიის იდეოლოგიასაც გაატარებენ იგივე პარლამენტის საქმიანობაში თქვენ როგორ ფიქრობთ ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი თუ თქვათ არაჯანსაღი პროცესი ის რომ უკვე გარკვეულწილად ოპოზიციაში წასული პარტია რჩება ძალოვანი სტრუქტურების ministrებად რჩებიან ისინი და ჯერჯერობით არაპირებენ გადადგომას. თუმცა პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ჩვენ კონსერვატორები თვლიდით და დღესაც ვთვლით რომ კოალიცია იყო წარმატებული კოალიცია ჯერ არჩევნების დროს და შემდეგ ხელისუფლებაში ყოფნისას გააკეთა ძალიან ბევრი რამ სასიკეთო და კოალიციის ფორმატის შენარჩუნებისათვის ჩვენ კონსერვატორებმა მაქსიმალური გავაკეთეთ და ეს არ იყო მარტო ჩვენ ცდილობაზე დამოკიდებული სამწუხაროდ კოალიცია დაიშალა ვინაიდან სუბიექტებმა ვერ მოახერხეთ ყველამ ერთად იმ თავარი პირობის შენარჩუნება რომ ყოფილიყავით კონკურენციაში და ასაღაზიარებაში შიგნით და გარეთ ერთიანი პოზიციები წარდგენილიყავით ვინაიდან მოსახლეობას არ აინტერესებს მე და თქვენ რაში გვაქვს სხვადასხვაობა როცა ხელისუფლება ვარ და მართველი ორგანო ვართ არამედ აინტერესებს ჩვენ რაში ვართ ერთიანები და ჩვენი ასე ვთქვათ პოზიცია რაში იყო ამის შედეგადაც დაიშალა კოალიცია მე არ ვთვლი რომ ეს არის ტრაგედია
მე ვთვლი რომ ეს არის მართლა სიახლე ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ არა სიახლე ევროპული ქვეყნებისათვის და ჩვენ მივდივართ შეიძლება შეცდომებით, შეიძლება ბორძიკით თან რაღაც ესე არა ისეთ სასურველ სიტუაციაში ვარდებით ზოგჯერ, მაგრამ მთლიანობაში პოლიტიკური სივრცე მიდის უფრო კონსტრუქციული, უფრო თანამშრომლობის და უფრო პასუხისმგებლობის მქონე მიმართულებით. აი ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას და მე ვთვლი რომ ჩვენ უკვე გავიარეთ და მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც გავიარე 90-იანი წლები, ყველა პროცესში მონაწილეობდი, ვარ იმ თაობის წარმომადგენელი და ყველა იმ პროცესში ჩართული ვიყავი და კარგად მახსოვს იმდროინდელი ჩვენი ურთიერთობები გინდა პოლიტიკურ ოპონენტებთან, გინდა ერთმანეთთან და დღეს ჩვენ ვართ ბევრად უფრო წინ და ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური ცხოვრება გავიდეს რაღაც ჩარჩოებიდან, ვინაიდან ჩვენ ყველამ ერთად ერთხელ კარგად ვნახეთ თუ რა შეგვიძლია ცუდის მხრივ გავუკეთოთ როგორც ერთმანეთს, ისე ქვეყანას. ბატონო გიგა, პარტია ქართულმა ოცნებამ, უпростоრად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პარტია ქართული ოცნება დამოუკიდებლად იღებს არჩევნებში მონაწილეობას. რესპუბლიკელები და ფორუმი გავიდნენ უკვე კოალიციიდან, ამ შემთხვევაში რას აპირებენ კონსერვატორები, როდესაც უკვე ღიად განცხადდა ის, რომ თვითონ პარტია იღებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას. თქვენც დამოუკიდებლად გადიხართ არჩევნებში? კონსულტაციები, ჯერ კონსულტაციები არ დამთავრებულა, თუ რა ფორმით მივიღებთ კონსერვატორები არჩევნებში მონაწილეობას, არჩევნებში მონაწილეობას ვღებულობთ. არ ვაპირებთ ოპოზიციურ ფლანგზე წასვლას, ვინაიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შესრულებულ თუ შესასრულებელ გეგმებზე და პროექტებზე, რომელიც ერთობლივად დავიწყეთ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვიწრო პარტიული ზოგადად ინტერესით, არამედ სახელისუფლებო ქვეყნის განვითარების ინტერესის გამტარებლები ვართ და ვიქნებით. რაც შეეხება თვითონ პარტიის გადაწყვეტილებას ამ თემაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ საბოლოო პროცესში ჩამოყალიბდეს. ეს არ არის სამხრივი პროცესი, კონსულტაციები ნიშნავს, რომ სხვა ორგანიზაციებთან მიმდინარეობს ურთიერთობა და ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილების საკითხი, რომელიც მალე უკვე თავის შედეგს გვიჩვენებს. დიახ, აი თქვენ როდესაც NDI-ის კვლევებზე საუბრობდით, იქ თქვით, რომ თქვათ, შესაძლებელია კითხვა იყოს არაფორმალურად დასმული და ბევრი კითხვა არსებობს ზოგადად ამ კვლევებზე, მაგრამ ეს კვლევები ფაქტია, რომ გამოდის ფართო და ღია საზოგადოებაში, ასევე იგივე სხვადასხვა ტელევიზიას აქვს ფორმატი, ობიექტივსაც გვაქვს მსგავსი ფორმატი, რომ რეგიონებში ჩავდივართ და საზოგადოებას ვეკითხებით თავიანთ პრობლემებზე თუ იმ გაკეთებულ საქმეებზე, რაც გაკეთდა, აი როდესაც 73% ამბობს, რომ არჩევნებზე არ მივა კოალიცია ქართული ოცნება თუ პარტია ქართული ოცნება, იგივე თუნდაც თქვენ რომ გახვიდეთ დამოუკიდებლად არჩევნებზე, ხალხი ამბობს, რომ ის დანაპირები, რაც მათ ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია ქართულმა ოცნებამ მისცა გარკვეულწილად არ შესრულდა, იგივე ეს ეხება ვთქვათ დენის და გაზის ტარიფების გაიაფებას და ამბობენ, რომ აი სოციალური ჯანდაცვა ძალიან კარგია, ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩა, მაგრამ აი წამლებია ძალიან ძვირი და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. დაუშვათ უფასო იყოს პრობლემა არ დარჩება თქვენ ასე თქვით? ანუ საზოგადოების წამალი რომ უფასო იყოს, მერე პრობლემა არ დარჩება. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს პრობლემა და მოთხოვნაც იზრდება გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით. რომ ჯანდაცვის პროექტი არ იყოს საერთოდ უფასო ხმათესვა არ იყოს, უფასო წიგნები, უფასო თქვა რასაც ვსაუბრობთ, ამბულატორიები არ იყოს აშენებული, ინფრასტრუქტურები, რომლებიც კეთდება, სოფლები 30 სოფელია, რომელიც საერთოდ დენი არ მიუღია კომუნისტების მერე იქ დენი შევიდა. ამის გარდა ჩვენ პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებულია, პორტიდან დაწყებული, იმ დიდი ინფრასტრუქტურის პროექტებით, რომელიც უარყოფს ბატონო გიგა, თქვათ იმ გაკეთებულ საქმეებზე, მოდით ვისაუბროთ რა არის ის? თამთა ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ შევადაროთ რა. აი მთის კანონზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ახლა გუშინ რუსთავი 2-ზე იყო გადაცემა, სადაც მთის ხალხს იღებდნენ და არაფერი არ გაკეთებულა და ამ დროს მთაში რაც გაკეთდა და რა კანონებიც მივიღეთ, რითაც სოციალური და ეკონომიკური სტიმული გახდა, ჩემი აზრით, აი მთაში რო ახვიდეთ, ნებისმიერი ადამიანი ამას გეტყვით,
გურცველად და ყველაფერი გაკეთა ხელისუფლების მხრიდან. არის თუ არა საკმარისი თუ ამას ვიტყოდით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანას აქვს ბიუჯეტი, რომელიც არის შეზღუდული. პრობლემათა ჩამონათვალს იცი რამდენიც გეტყვი? მე ძალიან ბევრს მოძრაობ ადამიანებთან ურთიერთობა მაქვს და დღეში 10-15 ადამიანი მიკავშირდება, რომელსაც სხვადასხვა პრობლემა აქვს. ზოგს ვერევი გადასაწყვეტა, ზოგს ვერევი, ვინაიდან მე საკუთარ პრობლემათა ყველაფერი კი არ მაქვს გადაწყვეტილი და ვერ გადავწყვეტავ, იმიტომ რომ ადამიანებს ყველას გვაქვს რაღაცა რესურსი, რის იქითაც რაღაცას ვერ ვერევით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ თქვათ, რომ არაფერი არ გაკეთებულა. თქვენ აი ეს სიტყვა თქვით, რომ არაფერი არ შეცვლილა, ეუწერია NDI-ს და პასუხი არის 70%, რომ არაფერი ეთანხმება. არა, 73% ამბობს იმას, რომ უბრალოდ 60%-ზე მეტი არჩევნებზე არ მივა და ამის გარდა იგივე თემატიკაშია მებული და არჩევნებზე არ მისვლით. კი ბატონო, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი. ამაზე ჩვენ ვერავის მე სხვა რა მაინტერესებს ბატონო გიგა, თქვენ წინა საარჩევნო კამპანია კოალიციურ რეჟიმში თუ დამოუკიდებლად უნდა დაიწყოთ ფაქტია, იმიტომ რომ იღებთ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას, როდესაც ამდენი ადამიანი ამბობს, რომ არჩევნებზე არ მივა, იგივე იმ კვლევები არ ვენდობი ამ კვლევებს თამთა და როგორ რატომ უნდა გიკამათო? არ ვენდობი ამ კვლევებს. კარგით, რას ეუბნებით საზოგადოებას წინა საარჩევნო პერიოდში, აი ამაზე რომ ვისაუბროთ. ვიყავი კანდიდატი მაჟორიტარობის. დიახ. და ვარიგებდით ბუკლეტებს ოფიციალურად და მე დავიკავებ ისევ ბუკლეტებს და ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ოპონენტს გინდა თქვენ ეთერით. მოვალ და თითოეული ბუკლეტი და ჩვენი საერთო დაპირება ჩავიაროთ. და თქვენ თუ მეტყვით რომ ჩვენ არ ვართ იმისი ღირსი რომ მოსახლეობა კიდე გვენდოს მომავალ არჩევნებზე ამას ეს მოსახლეობამ უნდა განსაჯოს საზოგადოებამ ბატონო გიგა. ხო არის არა რაღაცა ჩამონათვალს მოვიტან რაც ოფიციალურად ქონდა გაცემული ეს არ იყო ხო მილიონობით დარიგდა და ყველას აქვს ვერავის ვერ მოვატყუებთ ამას და ვეტყვით რომ აი ეს პუნქტი შევასრულეთ თუ არა ეს რამდენი პროცენტით შესრულდა ან როგორ შესრულდა და დამერწმუნეთ რომ ძირითადში რაც საარჩევნო წინა საარჩევნო დაპირებები იყო ძალიან დიდი ნაწილი არის იქნება ფრიაზე შესრულებული. დამოუკიდებლად თუ კოალიციურად დარჩება უმრავლესობაში? მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას ყველა მიმართულებით აქვს იმისი ასე ვთქვათ, განცდა, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობაში დარჩეს ქართული ოცნება. სხვა რომ არაფერი, დანარჩენ არაფერზე რო არ ვილაპარაკოთ. რაც სოფლის მეურნეობაში და გინდა აი სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი. იცით რამდენი წელია რომ საქართველოში არ ყოფილა, კომუნისტების მერე არ ყოფილა. ეს მოხერხდა 2 წელიწადში საქართველოში ამუშავდა და ამით გაიზარდა 30%-ით ყურძნის შემოსავალი. სოფლის მეურნეობაში დაზღვევა. რა ფასებზე? მოგება არ გვეყო. დიდი არ იყო მოგებაო თორე ვინმე თქვა რომ წაგება ვნახეო? არა როგორ იმ დროს როდესაც ადრე წამლის დანახარჯის ამოღებაზე იყო საუბარი დღეს ადამიანებმა 1 ტონის მაგივრად თუ ტონანახევარი მიიღეს და ფასტა სხვაობა ის არ მოსწონთ რომ ლარი არ იყო მაგრამ 80 თეთრი და 90 თეთრი იყო სხვადასხვა ჯიშის ყურძნებზე ფასი ეს ვერ იქნება იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ მოსავალი შეიძლება უფრო მეტი იყოს და ფასი არ არის სახელმწიფო არ არეგულირებს ამას ეს არის საგარეო ფაქტორებთან პირდაპირ მიბული შეიძლება ავიდეს 4-5 ლარამდე იგივე მოძრაობს როგორც რომ რჩებით უმრავლესობაში თქვენი გათვლებით მე დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობა მხარს დაუჭერს იმ ძალას რომელიც ქართულ ოცნებას თან ერთად დააპირებს მთლიანობაში მიმართულების ხადაჭერი იქნება. აი იგივე როდესაც პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, აი მედიის თავისუფლებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბატონო გიგა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იგივე სახალხო პარტია მაგალითად, ან ევროკავშირის გარკვეული პარტიები საუბრობენ იმაზე, რომ აი რუსთავი-2-ის საქმეზე, რომ ეს იყო მედიის თავისუფლების შეზღუდვა. გამოქვეყნდა ამერიკის დაზვერვის სამსახური ის დასკვნა სადაც წერია რომ ახლა რეპორტიორი გამოაქვეყნა დღეს სოფლიო საზღვრების გარეშე მედია თავისუფლებაზე დღეს ნახეთ
მე კითხავს რომ ბატონო გიგა პუნქტით არის დაწინაურებული შაშანთან ამას არავინ არ უარყოფს მე უბრალოდ იმ დასკვნაზე ვსვამ კითხვას გია ვოლსკიმ გააკეთა განცხადება რომ აი ზუსტად ამ დასკვნების გამო ჩვენ არასწორი ინფორმაცია მიდის თქვათ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში როდესაც ამერიკის დაზვერვის სამსახურმა მსგავსი დასკვნა გამოაქვეყნა მე მინდა თქვენ კითხოთ რატომ როდესაც ხართ ხელისუფლება როდესაც გაქვთ თქვენ ბერკეტი და შესაძლებლობა რომ სწორი პროგნოზი მივიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატში თუ კონგრესში თუ იმ სხვადასხვა სამსახურებში რატომ მიდის არასწორი ინფორმაცია მე ვერ დაგეთანხმებით რომ ძირითადში ხელისუფლების მხრიდან მიდის სწორი ინფორმაცია და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ კონსერვატორები ჩვენ პირადად ვართ ევროპელი კონსერვატორების ალიანსის წევრი იქ არის ფრაქცია სიდიდით მესამე ევროპელი კონსერვატორები ევროპარლამენტში რომელიც 76 პარლამენტის წევრს აერთიანებს და ჩვენ ახლაც ყრილობის დროს ჩვენთან სტუმრად იყვნენ ჩამოსული ალიანსის პრეზიდენტი თვითონ ფრაქციის თავმჯდომარე და წარმომადგენლები ევროპარლამენტარები და თვის ბოლოსაც დაგეგმილი გვაქვს საერთოდ ევროპელი კონსერვატორების ალიანს ახალგაზრდა ფრთის პრეზიდენტი არის ჩვენი კონსერვატიული პარტიის წევრი ჩვენი ახალგაზრდულის თავმჯდომარე აქედან გამომდინარე ჩვენ აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას ომს ბჭყალებში იგებს ქართული ოცნება საერთაშორისო ასპარეზზე მე არ დავარქვევდი საინფორმაციო ომს ჩვენ სიმართლით ვიგებთ რაც შეეხება ახლა გუშინაც ევროპარლამენტში გამოვიდა კანდელაკი ისეთი სიცრუეები ისაუბრა რომ თვითონ ის ადამიანებიც კი გაწეთლენ რომელსაც ადრე მისი ნათქვამი ჯეროდათ ეს არის პროცესი ჩვეულებრივი ახლა როდესაც თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლება წინა ხელისუფლება რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო წარმოდგენილი და მათ ჰქონდათ ყველა კანონიერი თუ უკანონო გზა იმისათვის რომ თავიანთი ლობისტები თუ თავიანთი ასე ვთქვათ გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილებზე თუ სხვაგან შეექმნა და ლობირება გაეწიათ თავიანთი ურთიერთობისათვის ერთ დღეში გადაიჭრა ეს ყველაფერი ხო დარჩა ეს კონტაქტები და სამწუხაროდ რამოდენიმე ინფორმაცია მე ვიტყოდი რომ სუბიექტური ბევრად და არასწორი ინფორმაცია და ქვეყნისთვის აზიანო მათი მეშვეობით გადის, მაგრამ ეს არის ისეთი პროცესი, ძირითადში, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია, ჩვენი მეგობრების მხრივ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ ყველა უკვე ცალსახად ჩამოყალიბებულია იმაში, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები ბევრად წინ არის წასული, ვიდრე ეს იყო რამოდენიმე წლის წინ. ბატონო გიგა, ისევ შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას დაუბრუნდეთ ინტერფრაქციული ჯგუფი და ხელისუფლება მოლაპარაკებები ამ წინასაარჩევნო გარემოზე და ვთქვათ იმ ცვლილებებზე, რომელსაც ითხოვს ინტერფრაქციული ჯგუფი, დღეს გაკეთდა განცხადებები, რომ აი, როდესაც საუბარია იმაზე, რომ 2%-მდე ჩამოიწიოს, ვთქვათ, იგივე კვალიფიციური პარტიების იქ რაღაც 100,000 ლარზე იყო საუბარი სარეკლამო დროზე. ანუ მათ აქვთ გარკვეული მოთხოვნები და თვლიან, რომ უნდა შევიდეს დემოკრატიული საარჩევნო გარემოსათვის და პროცესებისათვის ეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში ან არ ესმით, რაზე ვსაუბრობ ხელისუფლებას ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ და თქვათ ვერ გაარკვია საზოგადოებამ რის შეცვლას აპირებს ხელისუფლება და რის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ძირეული ცვლილებები, როგორც ხელისუფლება ამბობს, 2020 წლისთვის შევა საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილებები. მე მინდა კითხოთ, რა არგუმენტი გაქვთ იმისა, რომ აი 2020 წელს შევიდეს ეს ცვლილებები, ძირეული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და რატომ დღეს არა? თამთა ვერ დაგეთანხმები რომ ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. ვენეციის კომისია 2000 წლიდან ითხოვდა იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ განვახორციელებთ. თქვენ რას ფიქრობთ, რომ ვენეციის კომისია არასერიოზულ ცვლილებებს ითხოვდა ხელისუფლებისგან? ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა რა ჩვენ გავაკეთეთ ცვლილებები. დავიწყოთ თვითმმართველობის არჩევნებიდან, ყველა მერი და გამგებელი არის არჩეული პირდაპირი წესით. საქართველოში იმ დროს, როდესაც მხოლოდ თბილისის მერი ირჩევდა და ისიც 30%-იანი ბარიერით. მთელი საქართველოში ყველა მერი და გამგებელი არის 50%-იანი ბარიერით არჩეული. ეს ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რითაც უკვე ჩვენ დავიწყეთ საარჩევნო რეფორმა. ამის შემდეგ
იყო უთანაბრობა ამომრჩეველთა რაოდენობა 3000 ადამიანი და 120,000 ადამიანიც ერთ პარლამენტის წევრს იწვევს. კომისიაზე როდესაც საუბრობთ, ვენეციის კომისიამ როდესაც ეს ოლქებად დაიყო, ხო, რამდენიმე პუნქტი გაერთიანდა ერთ ოლქში, იქ იყო საუბარი, რომ ესენი ტერიტორიულად უნდა იყვნენ რაღაც ერთმანეთთან. მაგ თემაზე მე მაქვს დასკვნა და ბუკვალურად ჩავიაროთ ყველა სიტყვა და ეს არის აბსოლუტურად შეფასებული იმ ცვლილებით და უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე ითხოვდა ვენეციის კომისია, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიწესა სხვა სტანდარტი და ეს არის უმაღლესი რანგით შეფასებული. მან არანაირი კითხვის ნიშნები არ არის გამოხატული ვარაუდები, რომელზედაც პასუხი გაიცა და არანაირი შენიშვნა მათი მხრიდან არ დარჩენილა. ეს ჩვენ მიერ გატარებულ ცვლილებებზე. თუ შეიძლება ვიყოთ რაც შეეხება თვითონ რეფორმას, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციამ წარმოადგენდა, ჩვენ ჯერ კიდე შარშან მაისში ვთქვით, რომ ცვლილებას ვახორციელებთ ეტაპობრივად. იყო თვითმმართველობის არჩევნების რეფორმა, მერებიდან გამგებლები არიან 50%-იანი წესით არჩეული, მაჟორიტარები იქნება გამოთანაბრებული და აქაც შემოდის 50%-იანი ბარიერი. ეს არის რევოლუციური ცვლილება, რასაც ითხოვდა თუ შეიძლება ვიტყვით. ალა ინტერფრაქციული ჯგუფი, რასაც ითხოვდა გადავალ იმ თემაზე, აგერ მაქვს საბუთები ყველაფერი. ხო, საბუთები ბოტანი არა თუ შეიძლება ამ თემას ცოტა უფრო მეტი დრო დაჭირდება ვინაიდან არასაპარლამენტო ოპოზიციამ წარმოადგენა 5 პუნქტიანი წინადადება პირველი წერია სისტემის ცვლილება რადგან ჩვენ შარშან უკვე მაისში უთხარით რომ სისტემას ცვლით ეტაპობრივად 2016 წლის არჩევნების შემდეგ იქამდე ეს ცვლილებებია განსახორციელებელი რომ ეტაპობრივად მივიდეთ ამ ცვლილებამდე დანარჩენი 4 პუნქტზე პრინციპული თანხმობა ჩვენი მხრიდან გამოცხადებულია არის თემები რომელიც თავისთავად მოიხსნა დღის წესრიგიდან ახლა დეტალებში თუ გინდათ შევალ მაგრამ აქ მაქვს და ფაქტიურად გამოვიდა რომ მათი მოთხოვნების 70% 80% 70-80% როგორ არის შესრულებული იმ პირველი საკითხის გარდა ალა დღეს შემოგვიბრუნდნენ და გვეუბნებიან რომ ჩვენთვის თავარი იყო საარჩევნო სისტემა დანარჩენი არ გვაინტერესებს ეს რა დამოკიდებულება თუ არ გაინტერესებდა 5 პუნქტიანით რას მოდიოდი გეთქვა რომ ამ სისტემას შეცვალე ან არა და თავშივე ვეტყოდით მე პირველსავე შეხვედრაზე ჩვენ უთხარით რომ სისტემის ცვლილება უკვე განხორციელდება იმ პროცესით რომელიც შემოგთავაზეთ არ გატყუებთ გვინდა რომ აბა დანარჩენი რა გაინტერესებს ვისაუბრეთ და რა იყო საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით შევთანხმდით უთხარით რომ კი ბატონო 3%-ია ჩამოვწიოთ 2%-ამდე და კვალიფიციური სუბიექტად უნდათ გახდომა რომ დაფინანსება სატელევიზიო ეთერი მიიღონ წარმომადგენელი მიიღონ უბანზე დაფინანსებული ისიც აი CSGO-ში წარმომადგენელზეც არის ბატონო გიგა საუბარი წარმომადგენელი ყველა წარმომადგენლობა ნიშნავს ყველგან წარმომადგენლობას ეს არ არის წევრი მაგრამ ეს არის წარმომადგენელი რომელსაც ხელფას უხდის სახელმწიფო 150 ლარს და 100 ლარს ეს საარჩევნო უფასო სატელევიზიო ეთერი დაფინანსება რომელიც არის აგერ 400,000 მე არ ვამბობ დაფინანსებაზე კი არ ვაბამთ ამას მაგრამ ეს არის პარტიებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი რომ ახლა თქვენ პარტიას და თქვენ პარტიას რა მესაკუთრებს ხო არა თქვენზე არ ვამბობ პირადად აქვს თავისი საშუალება და შეიძლება ნაკლებად დაინტერესებს მაგრამ პატარა პარტიებს რომელსაც 2%-იანი არა სხვარი გადალახული ან ჯამში ერთად რამოდენიმე პარტია რო შეიკრიბება და 2%-იანი სხვარი აქვს გადალახული უფასო რეკლამას რომ მიიღებენ ეს არის საშუალება მოსახლეობას უთხრან რა უნდათ მათ ამავე დროს დაფინანსება და წარმომადგენლებს მიიყვანენ რომ ყველა უბანზე ეყოლებოდათ ადამიანი რომელიც მათ ინტერესს დაიცავდა დაფინანსებული სახელმწიფო მხრიდან და თუ შეიძლება ბოლომდე ვიტყვი კვალიფიციური პარტია რადგან არის ითხოვს CSGO-ში წევრს გასაგებია მაგრამ იცით რა ხდება რა პრობლემაა დაფინანსების მხრივ კანონი დღეს რომელიც მიბულია კომისიაზე პატრიოტთა ალიანსის წინ არის მაგალითად იგივე ფორუმი იგივე ქრისტიან დემოკრატები იგივე სხვა პარტიები მაგ პარტიებს რა უნდა უხსნათ ეს არის შეუძლებელი მე მინდაზე ხო არ არის არა საუბარი რაღაცა სისტემა არის რაღაცა მოქმედებს კანონი და მათი არგუმენტი მთავარი რაცაც იყო კომისიის წევრებით ამბობდნენ რომ თქვენ კოალიციაში ხართ 4 პარტია და 4 კომისიის წევრი გეყოლებათ დაიშალა ეს კოალიცია აღარ აყავს ხელისუფლებას უმრავლესობა იმაში რა ქვია კომისიის წევრები ეყოლება ერთი ქართულ ოცნებას ერთი ეყოლება რესპუბლიკას თვითონ და დანარჩენ პარტიებსაც და აქედან გამომდინარე ეს მოთხოვნა თავისთავად უკვე არ არის დროში და ციფრებში დრო ამოიწურა აი როდესაც
საქართველოს ვინაიდან აუცილებლად მე მოგიწევთ შემდეგ კვირაში, როდესაც გარკვეული შედეგი დადგება და აუცილებლად მარტო ამ თემას დაუთმოთ მთელი გადაცემა, როდესაც თქვენ გეცლებათ და იქნებით თბილისში. მაგ კუთხით არ არის სამართლიანი, ვინაიდან უნდა გაფრთხილებოდნენ ჩვენ დროსაც, საკუთარ დროსაც და ასეთი ჩვენ ყველა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ოპოზიცია გადაიყვანა კონსტრუქციულ რეჟიმში და თუ ბოიკოტის რეჟიმში უნდა დაბრუნება, ამისათვის ასეთი მანევრების გაკეთება საჭირო არის. აუცილებლად ვისაუბროთ კონკრეტულად ამ თემაზე შემდეგ გადაცემაში, ან უფრო შემდეგ გადაცემაში, როდესაც გარკვეული შედეგი იქნება დამდგარი. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის დრო ამოიწურა. გიგა ბუკია, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია კონსერვატორების თავმჯდომარე გახდა ჩვენი სტუმარი. 10 წუთიანი შესვენების შემდეგ დაგიბრუნდებით.